გამარჯობათ ძვირფასო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა ჩინური პანორამა, მე მისი წამყვანი პოლიტოლოგი ბადრი ნაჭღებია, სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ კონსულტანტი, მოგესალმებით თქვენ. ძვირფასო მეგობრებო, თქვენ ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენ ყოველთვის ჩვენ გადაცემებში ვახსენებდით, რომ ჩვენ ახლა თანაწამყვანის გარეშე მუშაობთ. ჩვენ გახსოვთ ალბათ, რომ ჩვენ მიყვავდა გადაცემა ჩვენ თანაწამყვან ბორის მანჟუკოვთან ერთად. ბორის მანჟუკოვი აპრილის თვიდან იმყოფოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საკმაოდ სერიოზულ სტაჟირებაზე. მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხატო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მის აყალბაღებულებას ბატონ ელს, ბატონ ჩოუ ციანს, ყველა ჩინეთის საელჩოს კოლექტივს, ასევე სიციტე ენის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულად პიროვნებაზე კი არ არის, ბორის მანჟუკოვზე ან სხვაზე, ეს საერთოდ ზოგადად ქართული ჟურნალისტიკის დამსახურებაა და სამთვე ნახევარი ბატონი ბორისი იმყოფებოდა სტაჟირებაზე. დღეს ამ შემთხვევაში ბორისი თანაწამყვანი კი არ არის, ბორისი არის ასე ვთქვათ ჩვენი სტუმარი. მე მინდა გავუცხოთ, რომ ალბათ უკვე აი ამ სტაჟირების შემდეგ უკვე ბორისი თანაწამყვანის გარეშე თვითონ წაუწყობა ამ გადაცემებს, იმიტომ რომ მან შეიძინა ვებერთელა გამოცდილება ამ სტაჟირების დროს და თქვენ ჩინური პანორამა, აი ჩვენი ყოველკვირეული გადაცემა გახდება კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო. ბორის პირველ რიგში გილოცავ ჩამობრძანებას, უბრალოდ ეჭვიან მეპარებოდა ახლა ისეთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში იყავი. სამთვე ნახევარი მოწყვეტილი საქართველოს რასაკურველია ძალიან შორს. მე მადლობები უთხარი ყველას და დღეს მთლიანად თავიდან ბოლომდე ეს გადაცემა მიძღვნილია შესტაჟირებას, რაც წარმოადგენდა ქართველი ჟურნალისტიკის ამ შემთხვევაში სტაჟირება, პერიპეტიები, შენ იქ ცხოვრების, მოღვაწეობის, როგორ აღიქვი ჩინეთს, როგორ შეეგუე და ასე შემდეგ. ალბათ შენ დღეს ჩვენ მაყურებელს მოუყვები რაღაც საინტერესო მომენტებს შენი მუშაობიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. აგრეთვე მე როგორც ვიცი და როგორც მითხარით, ჩვენ რეჟისორებს მომზადებული აქვთ აუდიოვიზუალური მასალაც, ამათი გავეცნობით და ალბათ შენ სტაჟირებას ჩვენ კიდე არაერთხელ დაუბრუნდებით. ჩვენი სეზონი კი თავდება ჩვენი ჩინური პანორამის, მაგრამ მომავალში სექტემბერში აუცილებლად დაუბრუნდებით. ბორის, მოდი დავიწყოთ საიდან. სად იყო ბორის მანჟუკოვი? კონკრეტულად რა სტაჟირებაზე, რას წარმოადგენდა ეს პროექტი და უფრო დრაწურულებით მოგვიყევი ამაზე. კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ იმისთვის, რომ მომიწვიეთ დღეს. ამ გადაცემაში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მომეცით იმის შესაძლებლობა, რომ ჩავსულიყავი ჩინეთში, ჩავსულიყავი პეკინში, მენახა ეს შესანიშნავი ქვეყანა. მიმეღო საკმაოდ დიდი გამოცდილება იქ და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ბატონ ჩოუ ციანს იმისთვის, რომ მომცა აი ამის ყველაფრის შესაძლებლობა. რაც შეეხება სტაჟირებას, რაც შეეხება იმ პროგრამას, ეს არის ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამა, ეგრეთ წოდებული CIPCC, China International Press Communication Center, რაც ითარგმნება ჩინეთის, ესე იგი საერთაშორისო პრესის საკომუნიკაციო ცენტრი. და აი ამ პროგრამის საშუალებით, რომელიც ხორციელდება წელიწადში ორჯერ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, გრძელდება 3 თვიდან 4 თვემდე, ეძლევა ჟურნალისტებს არა მხოლოდ საქართველოსდან, არამედ სრულიად მსოფლიოდან, მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ ჩინეთში, ნახონ ეს შესანიშნავი ქვეყანა, გაეცნონ ჩინეთს
უფრო კარგად შეისწავლონ ჩინეთის ტრადიციები, ჩინეთის კულტურა, ნახონ თუ როგორ ვითარდება ჩინეთი, თუ რა ხდება რეალურად ამჟამად ჩინეთში, რეალურად თუ რა ხდება დღეს ამ ქვეყანაში, როგორ ვითარდება, ესე იგი, ახალი ტექნოლოგიები, როგორ ვითარდება რაღაც გარკვეული სიახლეები, როგორ მიდის ჩინეთის მოდერნიზაცია, როგორ იმართება ჩინეთი, ვიყავით მათ შორის შეხვედრები ჰქონდა ჩვენს კოლეგებთან, ამაზე დაწვრილებით ვილაპარაკებთ აი ამ პროგრამის პარგლებში ზუსტად რომ გვეძლევა და ეძლებათ ჟურნალისტებს იმის შესაძლებლობა რომ შეხვდნენ თავიანთ ჩინეთის კოლეგებს, ჩინელ კოლეგებს დაელაპარაკონ, ნახონ თუ როგორ მუშაობენ ისინი, თუ რა პრიორიტეტები აქვთ მათ, თუ რა ტექნოლოგიებს იყენებენ ჩვენი ჩინელი კოლეგები და აგრეთვე ესე იგი შევეხოთ აი იმ დიდ კულტურას, რომელიც იმ დიდ ტრადიციებს, იმ 5000 წლიან ისტორიას, რომელიც აქვს ჩინეთს და ნახონ ძალიან ბევრი რეგიონი, ნახონ ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობები, ნახონ ის შესანიშნავი ბუნება, რომელიც აქვს ამ ქვეყანას. ზოგადად ვიტყვი, რომ აი ამ პროგრამაში ახლა ჩვენ რას ვიღავით აპრილიდან ივლისის შუა რიცხვებამდე, ვიღავით 100-ზე მეტი ჟურნალისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ის ჯგუფებად იყო დაყოფილი ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე, იქ იყო ესპანურენოვანი ჯგუფი, რომელსაც შედიოდნენ ძირითადად ლათინო ამერიკის ქვეყნებიდან ჟურნალისტები, იყო ესე იგი ევროპული ჯგუფი, სადაც შედიოდნენ ინგლისურენოვანი ჟურნალისტები, ჩვენი ევრაზიული რუსულენოვანი ჯგუფი, არაბული ჯგუფი, ოკეანიის ჯგუფი, აზიის ჯგუფი და აქედან გამომდინარე ეს ჯგუფებად დაყოფილი 100 მეტი ჟურნალისტი გავიარეთ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სტაჟირება. უფრო კონკრეტულად აი ჯგუფურად გაყოფა რო იყო, ესე იგი ლოკალიზებული იყო თქვენი დაუშვათ ევრაზიული ჯგუფი ცალკე და ეს ამ ჯგუფთან მუშაობდნენ გარკვეული ასე პედაგოგები, ექსპერტები და კი, ნამდვილად მას იყო, კი, ძალიან ბევრ ღონისძიებაზე გვიწევდა რასაკვირველია კომუნიკაცია სხვა ჯგუფებთანაც, მაგრამ უმეტესად აი ლექციებს რაც შეეხება, რომელიც პრაქტიკულად თითქმის ყოველდღე ჰქონდა ჩვენ ლექციები და აი ეს ლექციები იყო მხოლოდ ამ ლექციებს ესწრებოდა მხოლოდ ჩვენი ჯგუფი, ვინაიდან და რადგანაც ეს ლექციები იკითხებოდა რუსულ ენაზე და სხვა ჯგუფებისთვის იყო გაუგებარი, ისე როგორც ვთქვათ, არაბული ჯგუფისთვის იკითხებოდა ლექციები არაბულ ენაზე და ჩვენ რასაკვირველია ვერაფერს ვერ გავიგებდი და უაზრობა იქნებოდა იმ ლექციებზე ჩვენი დასწრება. თუმცა ბევრი ღონისძიება, მუზეუმების დათვალიერება, რეგიონში ჩასვლა, სხვათა შორის ერთ-ერთ რეგიონში მოგიყვებით მე ამაზე ჩვენ ვიყავით სხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად და საკმაოდ საინტერესო ექსკურსია, საკმაოდ საინტერესო ვიზიტი გამოგვივიდა იმ რეგიონში, საკმაოდ ბევრი რაღაცა ვნახეთ, მოგიყვებით. ბოლოს მოდი დავიწყოთ მაინც მე მომეცი უფლება გარკვეულწილად დედუქციის მეთოდი გამოვიყენო უბრალოდ და ნელ-ნელა შევავსო. მოდით მაინც სატელევიზიო ვიზიტი იყო შენ როგორც ჟურნალისტმა, რა მიიღე ამ ვიზიტის დროს? აი სწავლების სპეციფიკა და რა გაიგე ჩინეთის ტელევიზიაზე. სად იყავი? მოდი ტელევიზიიდან დავიწყოთ, აი კონკრეტულად აი ამ ფაზიდან, იმიტომ რომ ეს შენ წაგიყვანეს იქ როგორც ტელეჟურნალისტი, შენ საკმაოდ სერიოზული ბექგრაუნდი ქონდა ამასთან დაკავშირებით და როცა შენ წარგადგენდეთ, ჩვენ არ შეგწვენია ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის იმ წუთში ძალიან ჩქარა მივიღეთ დასტური. აი კონკრეტულად ჩინეთის ტელეჟურნალისტიკამ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა შენზე და რა გაიგე ახალი დაუშვათ იმ ლექციებით, იმ ურთიერთობით, რის გამოყენებას აპირებ შენ მომავალ საქმიანობაში, თუ შეიძლება აი კონკრეტულად აი ამ კუთხით რომ მოგვიყვე. ჩვენ მე შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ ვნახეთ ჩინეთის პრაქტიკულად ყველა მსხვილი
მედია, ვიყავით რამოდენიმე კორპორაციაში, მედია ჰოლდინგში, ვიყავით ერთ-ერთ უძველეს ჰოლდინგში People's Daily, რომელიც იყო თავის დროზე მხოლოდ გაზეთი იწყებოდა ეს ყველაფერი რამოდენიმე ათეული წლის წინ და ამჟამად არის არა მხოლოდ გაზეთი, არამედ უსერიოზულესი საინფორმაციო სააგენტო, რომელიც უყვება მთელ მსოფლიოს. აქვს რამოდენიმე ენაზე თავიანთი საიტის ვერსია, აქვთ უზარმაზარი სატელევიზიო სტუდიები, ნაკეთებენ საკმაოდ საინტერესო პოდკასტებს, საინტერესო გადაცემებს, საინტერესო ვიდეო მასალას მათ შორის. ვიმყოფებოდით რეგიონალურ ტელევიზიაში, ხუბეის ტელევიზიაში, იქაც გავიცანით ჩვენი კოლეგები. აუხსნათ მაყურებელს ჩვენ გეუბნებით, ხუბეი პროვინცია, სად მდებარეობს ეს პროვინცია და რომელი ქალაქია? კი, ეს არის ამ პროვინციის მთავარი ქალაქი არის უხანი. აი ეს იყო, ამიტომ შეგეკითხე, იმიტომ რომ მეგობრებო, ალბათ ეს ქალაქი თქვენთან ცოტა სხვა ასოციაციას იწვევს. თქვენ იცით რომ უხანი ის ქალაქია, საიდანაც პანდემია დაიწყო და სამწუხაროდ ცოტა ოდიოზური იყო. მე რო გავიგე რომ ბორა იქითკენ მიამგზავრება და რასაკურველია. იყო ესეთი ასოციაცია ჩემში, მაგრამ უბრალოდ ეხლა კორონავირუსის არანაირი კვალი არ არის. არის აბსოლუტურად არანაირი შესანიშნავი ულამაზესი ქალაქია, საერთოდ ხუბეის პროვინცია არის ულამაზესი პროვინცია, ვიყავით არა მხოლოდ უხანში, არამედ ვიყავით ენშიში, ესეც ულამაზესი არც ისე დიდი ქალაქია, ულამაზესი ბუნებით. მაყურებელს არც ისე დიდი ქალაქია მოუყევი უბრალოდ. კი, ცხოვრობს დაახლოებით 7 მილიონი თორცები ენშიში. არც ისე დიდი ქალაქია ეს ჩინური ვარიანტით. კი. და არის ულამაზესი მღვიმეები, ულამაზესი ბუნება, საკმაოდ ლამაზი რეგიონია ჯამში რომ ვთქვათ, არის ვიმყოფებოდით კიდე ქალაქ ჰეჯოუში, სადაც არის უმსხვილესი მეტალურგიული ქარხანა ჩინეთში. მე თუ არ ვწდები ეს უძველესი მეტალურგიული ქარხანაა და იქ საკმაოდ საინტერესოა რომ ეს ქარხანა გადავიდა აბსოლუტურად მწვანე ენერგიაზე, მწვანე ენერგიაზე, ეკოსისტემაზე. ანუ შიგნით აი ამ ქარხანაში არის შექმნილი ისეთი ეკოსისტემა, რომელიც აბსოლუტურად აბინძურებს გარემოს, აბსოლუტურად გადამუშავება ხდება აი ნარჩენების და საკმაოდ ესეთი. მე მაყურებელს მინდა გავახსენო ჩვენ გადაცემებში არაერთხელ გვითქვია და კიდევაც გავაკეთებთ, აი ხლა ბორე რო ყვება აი ამ მაგალითს. ჩინეთი ანუ ვითარებს მწვანე ეკონომიკას, ეს ფაქტიურად მთელი აქცენტი აქვს ჩინეთს გადატანილი იმისთვის, რომ გარემო დაიცვას, მინიმუმამდე დაიყვანოს აი ეს უარყოფითი გავლენა ბუნებაზე, შეიმუშაოს ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ასე ვთქვათ მართავენ ბუნებას იმ კუთხით, რომ ბუნებას მიადგეს რაც შეიძლება ნაკლები დაზიანება და ანუ ეს არის ჩინეთის პრიორიტეტი და აი ახლა უყურეთ ბორე ყვებოდა მეტალურგიულ ქარხანაზე. ახლა სამწუხაროა ბორე ალბათ მომავალში ჩვენ რო ეს კადრები არა გვაქვს იმ ქარხანას, მომავალში ალბათ ჩვენ გვექნება. კი, აუცილებლად. ცალკე გადაცემა გავაკეთოთ ჩვენ აუცილებლად ჩვენ საერთო იმაში აი ამ მწვანე ეკონომიკაში და მაქსიმალურად ალბათ ჩვენი მომავალი აი შენი სტაჟირების შემდეგ მომავალი ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უკვე უფრო დატვირთვა აუდიოვიზუალური მასალით. მაგრამ ჩვენ გვაქვს პატარა რგოლი მომზადებული, 5-თვიანი რგოლი და მე მინდა ვთხოვო ჩვენს რეჟისორებს რომ გავუშვან. დიდი სიამოვნებით, დიდი სიამოვნებით. და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ეს არის ჩინეთი, პეკინი, ის ადგილი, რომელზეც ძალიან დიდი ხანია ვოცნებობდი და აი ჩემი ოცნება ასრულდა. აქ გავატარებ მე უახლოეს 3 თვეს.
ესე იგი, ყოველდღიურად აი აქ ამ ქარხანაში ამუშავებენ დაახლოებით 350 ტონად ძეს. ჩემი კეპი სულ არ უხდება აი ამ ღონისძიებას. ეს არ არის ფეხბურთი, ეს არის ITF-ის ტურნირი პეკინი მასტერს. მოგესალმებით და დადგა ეს დღე. მე ვარ პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ჯიხური 80 მაღაზია, აი ესეთი ულამაზესი კონცერტები ნაციონალურ ეროვნულ ტანისამოში და ეს ყველაფერი ხდება აქ, ლოიანში. We will continue to post published reports in the future. For example, in our Georgians, where I work, Georgians Objective Intelligence, the weekly program China Panorama, hosted by Professor of Xinjiang University Badri Nashkevia, explores China's life, culture, and achievements. After my return in Georgia, I will share my impressions of this trip live on the show. Another important outcome of this trip is the strong connections we built with our Chinese colleagues. During our internship, we also secured the cooperation agreements, opening new opportunities for content exchange and deepening mutual understanding between our countries. ძალიან დიდი მადლობა ბორის, ეს ბოლო შენი გამოსვლა რომელიც იყო, ეხლა პირადად მე მეხებოდა. დიდი მადლობა. სინამდვილეში მე მინდა ჩვენ მაყურებელს გავახსენო, რომ ბორის მანჟუკოვი იღებდა მონაწილეობას, პროდიუსერი იყო აი ჩვენი რამოდენიმე პროექტის, მათ შორის ჩინური სიბიზნეს სიძინპინის განმარტებით და კიდე რამოდენიმე პროექტის ჩვენ ალბათ ბორე შენი ჩამოსვლის შემდეგ გავაგრძელებთ ამ ყველაფერს. იმედია რომ უბრალოდ ამასთან ერთად ჩვენ ახალ ციკლებს გავაკეთებთ გადაცემას, რომელიც ეხება ქართულ-ჩინურ ურთიერთობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წვლილს ქართული ეკონომიკის გაძლიერებაში და აღორძინებაში. ბორა, ახლა გადავიდეთ ამ შეკითხვაზე. პირველ რიგში მე ისევ ამ აუდიოვიზუალურ მასალას მინდა დავუბრუნდე. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ შენ აუდიოვიზუალურ მასალას
გამოვიყენებ და ის კი არა ახლა ჩვენი მაყურებელი შენ ზურგს უკან ცოტა მოძველებული მასალაა კი ძალიან ლამაზია მაგრამ ალბათ განვაახლებთ ამ შენი კი თქმა უნდა და ის მინდა ვთქვა რომ აუცილებლად ის მხოლოდ მცირე ნაწილია ის მასალის რომელიც გადავიღებ მე ჩინეთში და სექტემბრიდან ჯიოს 4-ის YouTube არხზე, TikTok არხზე, Facebook-ზე დაიდება მცირე სერიალი აი ჩინეთის შესახებ და ჩვენ მაყურებელს და მათ შორის ჯიოს 4-ის მაყურებელს ეკნება შესაძლებლობა. პირველ რიგში მოდი ობიექტივზე ვილაპარაკოთ. ბორის თუ შეიძლება ამ შემთხვევაში სხვადასხვა საიტებს რასაკურველია ექნებათ, მაგრამ პირველ რიგში ყველაზე დიდი აუდიტორია ჩვენი არის ობიექტივის აუდიტორია ამ შემთხვევაში და ობიექტივის აუდიტორიას ჩვენ პირველ რიგში უნდა ვაჩვენოთ ეს გადაცემები და შენ უკვე ინდივიდუალურად გექნება საშუალებები ჩვენ ამაში არ შეგტყუდავთ რომ ჩვენ მაყურებელს დემონსტრირება გაუკეთო ასევე ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ უკვე სექტემბრიდან უკვე შენთან ერთად ჩვენ მოვიფიქრებთ გადაცემათა ახალ ციკლს და უფრო სერიოზულად დავტვირთავთ ამ სეგმენტს თქვენ იცით რომ თვითონ მედია კავშირი ობიექტივი არის პარტნიორი უდიდესი ტელეკომპანიის შენ CCTV-ში იყავი და CCTV-ის ერთ-ერთი ნაწილი CGTN-ია გარემო აუწყებლობა და ჩვენ ალბათ შემოვთავაზებთ აი ახალ პროექტებს უშუალოდ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ მე ჩვენს მენელს და მაყურებელს მინდა აუწყო რომ ალბათ ჩვენი განსხვავება ჩინური პანორამის ის იქნება რომ ჩვენ უფრო გავამდიდრებთ აუდიოვიზუალური მასალებით ჩვენ გადაცემებს. ბორის დავუბრუნდეთ აი ამ გადაცემებს აი ჩვენ შენ აუდიოვიზუალურ მასალას ჩვენ ნახეთ აი შენი ვიზიტი რამოდენიმე ადგილას და მე ყველაზე უფრო დამაინტერესა კონკურსი რო იყო, აი რა კონკურსზე იყო ლაპარაკი, უბრალოდ იქ აი მედია მაუწყებლების კონკურსი იყო, აი რას წარმოადგენდა ეს კონკურსი? ეს იყო კონკურსი, როგორც ისეთი, არა ის იყო შეხვედრა ჩვენს კოლეგებთან, ვიყავით სხვათა შორის ჩინეთის მედია გრუპის ერთ-ერთი შვილობრივი კომპანია, ჩვენი CGTN არის გარემო აუწყებლობა და CCTV არის ესე იგი ტელეკომპანია, რომელიც შიგნით 15 არხია, 1-დან 15-მდე. და აი ეს სადაც ვიყავით, რაც იყო, სადაც გამოსვლა იყო, ეს იყო CCTV პლუსი. ეს არის საინფორმაციო სააგენტო, რომელიც მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან, მედიებთან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აი იქ იყო საკმაოდ საინტერესო შეხვედრა ჩვენს ჩინელ კოლეგებთან, ვისაუბროთ შესაძლო ჩვენს ურთიერთობებზე მომავალში და ვფიქრობ, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება და აუცილებლად გამოვა აი შეხვედრიდან გარკვეული შედეგები. ბორის, ახლა მე მინდა რამოდენიმე შეკითხვა დაგისვა შენ კოლეგებთან დაკავშირებით ჯგუფში რო იყვნენ. აი კონკრეტულად აი პოსტსაბჭოური სივრციდან იყვნენ. რომელი ქვეყნები იყო ეს ჩვენი? იყვნენ ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იყო, უზბეკეთი, ესე იგი ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ხო, ცენტრალური აზიის 5 ქვეყანა არის სულ და 5-ვე ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩვენს ჯგუფში, იყვნენ რუსეთის ფედერაციიდან, იყო ერთი წარმომადგენელი იყო მოლდოვიდან და ერთი წარმომადგენელი იყო ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიდან და უკრაინიდან არც არავინ არ ყოფილა. საკმაოდ კარგი ხალხია, საკმაოდ დავმეგობრდით, მიუხედავად იმისა, რომ გავიდა აგერ უკვე რამოდენიმე გარკვეული პერიოდი, რაც დავემშვიდობე მათ ჩინეთში. ჩვენ ახლაც გვაქვს საკმაოდ აქტიური კონტაქტები, თითქმის ყოველდღიური კონტაქტები გვაქვს მათთან და ასე რომ არა მხოლოდ პროფესიული, არამედ მეგობრული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა და დღემდე აი ეს კონტაქტები ჩვენ გვაქვს. ბურა, აი შენზე ეხლა ამ შემთხვევაში შენ ნახე ჩინეთი შენი თვალით, თანაც ტურისტებისგან განსხვავებით შენ კონტა 3 თვე ნახევარი, ხო, ფაქტიურად 3 თვე ნახევარი ეს
საკმაოდ სერიოზული პერიოდია. ცირაში საქმე მე მაყურებელისთვის მithქვია ახლა ბოლოს მე როგორც დავითვალე 22 ვიზიტი მქონდა ჩინეთში 2016 წლიდან, მაგრამ ყველაზე გრძელი ვიზიტი ეს იყო ორკვირიანი ვიზიტი, 15 დღიანი ვიზიტი ჩინეთში, მე ძალიან მოკლე ვიზიტიც მქონია, ასე ვთქვათ, ორდღიანი ვიზიტიც ყველაფერი, მაგრამ სამთვენახევარი უკვე ეს ის პერიოდია, როცა ადამიანმა შეიძლება ის ნიუანსები შენიშნოს ჩინელებში, კოლეგებში, რა ნიუანსებსაც, ადამიანმა შეიძლება სხვა სიტუაციაში ვერ შენიშნოს იგივე დაუშვათ აი ჩემ სიტუაციაშიც იმის და მიუხედავად რომ აი ვიზიტებმა 2 ათეულს გადაჭარბა. აი ჩინელი ხალხი, ჩინეთის საზოგადოება, ჩინეთის სოციუმი როგორ ხედავ აი ამ პერიოდში, როცა არის რაღაც ფანტასტიკური მოდერნიზაცია ჩინეთის ხალხი, ახლა შენ სხვადასხვა სოციუმები გინახია და კარგად იცნობ. ჩინეთის ხალხი რითი განსხვავდება დაუშვათ სხვა სოციუმისგან, ალბათ შენ იცნობ ბევრ ამერიკელს, ინგლისელს, დაუშვათ ევროპელზე არ ვლაპარაკობ სხვადასხვა სექტებზე, პოსტსაბჭოური ხალხის სივრცეს დიდხანს მუშაობდი მთავარ რედაქტორად ერთ-ერთი უდიდესი ტელეკომპანიის DSTS მირისი, იგივე ახლა მე შემთხვევით არ შემოვედი ამ შეკითხვაზე, რომელი ქვეყნებიდან გითხრა. აი შენ ჩინურ სოციუმში რა განსხვავება აღმოაჩინე, რა პეცი დაუშვათ აი ამ ქვეყნებიდან განსხვავებით, აი ახლა იქაც პატარა პერიოდი არ გიმუშავია, მე მგონი ტელეკომპანია მირში 15 წელი იყავი. 16 წელი კი. ხო, 16 წელი იყავი და ეს არ არის პატარა პერიოდი. შენ ძალიან ბევრი სტაჟირება ქონდა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, ურთიერთობა ქონდა უშუალოდ ასე ვთქვათ, ცენტრალურ სტაფთან, ეს ყოველდღიურითანაც და ასე შემდეგ. ხომ გამიგე ჩემი შეკითხვა. კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ცოტა პროვოკაციულია. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არის შესანიშნავი ხალხი, ძალიან კარგი ხალხი, ძალიან თბილი ხალხი, რომელიც ყოველთვის მზად არის, რომ დაგეხმაროს, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე ხშირად ისინი საუბრობენ, იციან, არც თუ ისე ბევრი ჩინელმა იცის უცხო ენა, ინგლისური, რუსული მით უმეტეს, მიუხედავად იმისა, ყველანაირად ტრანსლატორის, ესე იგი, ტრანსლეიტორის თარჯიმის მეშვეობით ტელეფონის კი მეშვეობით ყოველთვის მზად არიან, რომ დაგეხმარონ ნებისმიერ შეკითხვაზე ცდილობენ, რომ გიპასუხონ, აი ქუჩაში გიღიმიან, ქუჩაში მოდიან, განსაკუთრებით აი გადასარავი ხალხი არის, აი ლოიანში, ბოლოში იყო ჩვენს ვიდეოში, ლოიანიდან იმიტომ ძალიან კარგი, ძალიან ლამაზი ქალაქი ეს არის ჩინეთის უძველესი დედაქალაქი. და ძველი დედაქალაქი უბრალოდ და აი ცხოვრობს გადასარავი ხალხი, ძალიან თბილი ხალხი, ძალიან მეგობრული ხალხი. აი ხომ ამბობ, რომ ყოველთვის მზად არიან, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე გიპასუხონ, მოდიან ქუჩაში, გიღიმიან, გართმევენ ხელს, მოდიან სურათების გადასაღებად და ასე შემდეგ. ასე რომ დადებით ის მეტი სიმართლე რო გითხრათ, მე ვერაფერი ვერ დავინახე ჩინელებში. გეტყვით იმასაც, რომ ეს არის საკმაოდ მოწესრიგებული ხალხი, უყვართ წესრიგი და სისუფთავე და მესამე ძალიან შრომის მოყვარე ხალხია. აი შრომის მოყვარეობის რომელი მაგალითი ნახე, უბრალოდ მე მინახია იცით როგორ იყო, ერთხელ დავაკვირდი უბრალოდ აი ძალიან მაინტერესებდა სადილზე ვიყავით ჩვენ, საკმაოდ ასე ვთქვათ, ისეთი დიდი სადილი იყო და ეს პროვინციაში ვიყავით, სადაც ჩვენ სადილობდით, აი ეგეთი პატარა ოაზისი იყო, მაგრამ მიახლოებით 1-20 მეტრში დაუშვათ იყო მინიმშენებლობა, რამოდენიმე კაცი და ქალი მუშაობდა. მე მგონი ოჯახი რაღაც კოოპერატივ მინი რესტორანს აშენებდა. მიახლოებით 2 საათი გრძელდებოდა ეს ღონისძიება და ჩემში გაიღვიძა მე ფილოსოფიური მაგ დამთავრებული და სოციოლოგიაც გავლილი და აი ამ 2 საათის განმავლობაში ისეთ ადგილას ვიჯექი, რომ
მაინტერესებდა ეგრეთ წოდებული ტერმინი პერეკურ მენახა 6 ადამიანი იღებდა მონაწილეობას ნუ ამ 2 საათის განმავლობაში როდის მოწევდნენ ნუ სიგარეტს ეწევიან ეგენი ვერ ვიტყვი ალბათ მიაქციე ყურადღება რომ აი სიგარეტის კულტურა გინდა თუ არა არა იმის და ამასთან ერთად ჩინურ ასე ვთქვათ თამბაქოს პროდუქციაში არის ძალიან ესეთი საინტერესო ელემენტი რომ აი ჩვენთან რო არის დაუშვათ სხვადასხვა სიგარეტები თავის აი კიბოს სურათები და რაღაცეებით იქ აი ესეთი კონტრპროპაგანდა არ მიდის ადამიანზეა დასული მის გადაწყვეტილებაზე თუ გინდა მოწიე თუ გინდა არ მოწიო შენ შეიძლება ბევრმა ლუდბად დაგაზიანოს შენ შეიძლება დაუშვათ ბევრმა საჭმელმა დაგაზიანოს და ასე შემდეგ აი ამ შემთხვევაში მე რო ვაკვირდებოდი 2 საათის განმავლობაში ერთდროულად გავაკეთე პატარა სოციოლოგიური ექსპერიმენტი ვნახე რომ ახლა აი შრომის მობილიზაციაზე იყო ლაპარაკი რომ 2 საათიდან განმავლობაში იმის და მიუხედავად რომ დაუშვათ მე ყველაზე საინტერესო და მე შევეკითხე უბრალოდ ხოვე რომ ეგ ხალხი მწეველები არიან მეთქი და პატივი მცეს და მითხრეს რომ იქიდან 2 ყოფილა პროფესიონალური მწეველი ამ იმაში 2 საათის განმავლობაში ერთი პერეკური არ ყოფილა 5 წუთიანი იყო დაუშვათ რაღაცა პატარა დასვენება სანამ ბეტონის ტაჩკა როგორ არის ეს ქართულად ურკა საგურავი მაპატეთ ბოდიშუხტი ტელემაყურებელს აი ამ ტერმინისთვის აი მაგ დროს თუ ისვენებდნენ როცა ერთი თვირთავდა მეორე ანთავისუფლებდა 2 საათის განმავლობაში ერთხელ არ მოუწევია არავის სიგარეტი და მე ვიყავი აღთოვანებული მათი რიტმით მათი შრომის მოუყარეობით როგორ კიდევაც ისვენებდნენ ელემენტარული ხალტურა სიტყვა ხალტურას ვიხმაროთ საერთაშორისო სიტყვა არ ყოფილა მათი კუთხიდან ალბათ შენ საკვირდებოდე რა თქმა უნდა და აი ზუსტად ჩვენი სადაც ვცხოვრობდით იქ მიმდინარეობდა გზის რეაბილიტაცია და აი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა ამ გზის რეაბილიტაცია ესე იგი იქ არის ავტობა ისინი ესტაკადებია და ერთ-ერთი ესტაკადა იყო 3 ზოლიანი ანუ სალი მხარე 3 ზოლი იქით 3 ზოლი აქ ანუ 6 ზოლიანი იყო ჯამში და ერთ ზოლს გადაკეტავდნენ გაივლიდა მანქანა აიღებდა ასფალტს მეორე მანქანა მოდიოდა და აგებდა ასფალტს მეორე ზოლს გადაკეტავდნენ და ესე დაახლოებით 2 დღეში 3 დღეში მოჩვენენ ამხელა ესტაკადის რამდენიმე კილომეტრიანი ესტაკადის რემონტს და აი მართლაც რომ გაუჩერებლიო მიდიოდა რამდენიმე წელს წინ როცა მე საფურთალოზე ცხოვრობდი ბუდაპეშტის ქუჩაზე და კანდელაკის ქუჩის ნაწილს რო აკეთებდნენ წელიწადი და 3 თვე აკეთებდნენ ზუსტად ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვისწავლოთ ჩინელებისგან და მათ შორის უნდა ვისწავლოთ რასაკურველია დისციპლინა დისციპლინა არის უმთავრესი ელემენტი აი ამ სოციუმის მშენებლობის და რასაკურველია მენტალური კულტურა იქ იცით რა არის შრომის მოყვარე ადამიანი თუ არ არის იქ სირცხვილი ითვლება უბრალოდ ეს მიუღებელია საზოგადოებისთვის როგორც ესეთი უბრალოდ ალბათ მიაქცია ყურადღება ხა 3 თვინახევრის განმავლობაში იყავი მათხოვარი გინახია ასე ნამდვილად არ მინახავს არც ეგრეთ წოდებული ბომჟი და არც მათხოვარი არ მინახავს არა აი მიაქციეთ ყურადღება ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიოსმენელებო რომ ჩინეთმა ფაქტიურად აი ეს უშუალოდ ხელმძღვანელი სი ძინპინის დამსახურებაა და ჩვენ ეს გვინახია რომ ფაქტიურად სი ძინპინმა 1912 წელს როცა მოვიდა ხელისუფლებაში მიიღო ქვეყანა სადაც 30 მილიონი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვაში მიღმა სინამდვილეში პრობლემა იყო და დასაკურველი ახლა 1.4 მილიონიანი ჩინეთი დიდია და ეს 30 მილიონი შეიძლება უბრალოდ მოსახლეობის რაღაც პროცენტ ნახევარია და 2%-ია ესე რო ვთქვათ, მაგრამ შეძლო ჩინეთმა სინამდვილეში აი ამ პრობლემის გადალახვაც და თქვენ იცით რომ დღეს უბრალოდ ჩინეთს ოფიციალურად განაცხადა რომ ფაქტიურად მას არ აყავს ღარიბი მოსახლეობა.
ის მინიმალური ის მინიმუმი დაუშვათ დოულათის რომელიც ჩინელ მშრომელს შეუძლია უშუალოდ თავისი შრომის მოყვარეობით, თავის საქმიანობით მიიღოს, მას ამისთვის ყველანაირი პირობები აქვს შექმნილი. მეცაც გეტყვით, აი, ბევრს დავდიოთ განსაკუთრებით რეგიონებში, პეკინიდან რომ გადიხარ, პეკინის შემოგარენში, სხვადასხვა პროვინციაში და ვერ ნახავ პრაქტიკულად ვერც 1 სანტიმეტრს მიწისა, რომელიც არ არის დამუშავებული. ან არის ტყე, მათ შორის ხელოვნურად დარგული ხელოვნური ნარგავები და დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტურად ყველა სანტიმეტრი არის დამუშავებული, რაღაცა მოყავთ. რა მოყავთ ახლა არ გავჩვენებულ ვარ და არ გვინახავს, მაგრამ ეს ველები, მინდვრები, ყველაფერი არის სასოფლო სამეურნეო მნიშვნელობის და მოყავთ მოსავალი. შრომობენ და კიდევ ერთხელ შრომობენ. გარდა ამისა, თქვენ შემეკითხეთ თუ რა მოგეწონა, რას ფიქრობ ხალხზე, უდიდესი შტაბიჭდილება კიდე მოახდინა ჩემზე ის თუ როგორ ცემენ პატივს თავიანთ ტრადიციებს, თავიანთ კულტურას და მათ არ მხოლოდ რიგითი ჩინელები, არამედ პირველ რიგში მთავრობა. მთავრობა ეს ბორე შენ უშუალოდ იღებდი ამაში მონაწილეობა, მახსოვს ჩვენ ერთად რომ მუშაობდით იგივე აი ამ ფილმზე ჩინური სიბრძნე სი ძინპინის განმარტებით მე ჩვენ მაყურებელს უჩვენეთ და ალბათ ეს ის ფილმია რომელიც ჩვენ კიდე გავიმეორებთ იქიდან გამომდინარე რომ სინამდვილეში ამ ფილმმა კიდევ ერთხელ აჩვენა უბრალოდ აი პირადად ჩემში ახლა შენ რაც თქვი იმასთან დაკავშირებით რომ კულტურის და ტრადიციების ერთიანობა მოდერნიზაციასთან ეს არის ჩინეთის ვებერთელა მიღწევა და აი ზუსტად სი ძინპინი ამაზე აკეთებდა აქცენტს. აი ჩვენ ვიყავით ქალაქ ტინჯანში, იქ არის Lenovo-ს ცნობილი ბრენდის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპიუტერული ტექნიკის და მობილური ტელეფონების და ჰაი-ტეხის მოკლედ მწარმოებელი ქვეყანა, იქ ვიყავით იმ ქარხანაში. იქ არის თანამედროვე პორტი, ერთ-ერთი უმსხვილესი პორტი, არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მსოფლიოში ათეულში შედის და გეტყვით რომ იქ კონტეინერებს ისე ტვირთავენ ოპერატორის ოთახში და მართავს პატარა ჯოისტიკით, მართავს ამხელა ვებერთელა კრანებს მრავალტონიან კონტეინერებს რომელიც ზიდავენ და მანქანები საოპერატოროში ხო არ შეგიყვანეს საოპერატოროში ვიყავით ზუსტად პატარა ჯოისტიკით მართავს ისე პატარა გოგო ზის უთხელესი გოგო ზის და პატარა ჯოისტიკით მართავს აი წევს 20 ტონიან კონტეინერებს წარმოგიდგენია და მანქანები დადიან ამ კონტეინერებს ატარებენ და სამწუხაროდ ვერ მოხდა ვიდეოში ეს კადრები კონტეინერებს ატარებენ ესე იგი მზიდავები მძღოლის გარეშე აბსოლუტურად არის ხელოვნური ინტელექტით დადის ამ კონტეინერებს მთელი პორტის მასშტაბით ატარებს ისე რომ მძღოლი არის ეს მანქანებს მძღოლება იმ პორტში არ ყავთ კი პორტში არ ყავთ და ხო და რას ვყვებოდი ამ კულტურაზე და აი ესეთ ქალაქში არის უზარმაზარი ცათამბჯენები 40 სართულიანი 50 სართულიანები მდინარეს ერთ მხარეს და მდინარეს მეორე მხარეს აი არის ეს ძველი უძველესი ჩინური სახლები ეგრეთ წოდებული ხუთუნები და იქ არავინ ცათამბჯენებს არ ააშენებს ახლა ჩვენ მხარეს კი იქ მხარეს და მიდის რეაბილიტაცია ნუ რატომ ვამბობ რომ თვითონ მთავრობა ზრუნავს აი ამ კულტურის შენარჩუნებაზე, ამ ტრადიციების შენარჩუნებაზე, ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ახალგაზრდებისთვის დასრულდა აი ახალხანს მიმდინარეობდა რეაბილიტაცია, დასრულდა გააკეთეს, აღადგინეს ყველაფერი ისე როგორც იყო ეს მრავალი საუკუნეების წინ, ზუსტად აი ეს ატმოსფერო არის შექმნილი ახლა იმ ქალაქში. არ მხოლოდ იქ, ლოიანშიც იგივე სიტუაცია, პეკინშიც იგივე სიტუაცია არის კვარტალი, სადაც არის შენარჩუნებული აი ეს ძველი სახლები, იქაც ახალხანს დასრულდა რეაბილიტაცია, იქაც ვიყავით და აი ასე რომ მთავრობა უზარმაზარ საქმეს აკეთებს აი ამ ტრადიციების და აი ამ არქიტექტურული ძეგლების შენარჩუნებისთვის. ბორის, მე ჩემი მხრიდან მინდა დავამატო ერთ-ერთ გადაცემაში მე ვთქვი, მაისში მე ვიყავი ჩასული სინძანიდან აი უკვე უნივერსიტეტიდან ჩემმა კოლეგებმა დასვენება რამოდენიმე დღე მომიწვეს
ძველ დედაქალაქში სინძიანის კაშკარში უბრალოდ მე იქ რაც ვნახე აი ამ უიგურების მიმართ პატივცემა თუ როგორ არის აი ეს ძველი ქალაქი რეაბილიტირებული რა სახლებია გარემონტებული რა რესტორნები რა ბიზნესის საშუალება რა ტურისტული კერები გახსნილი ესე იგი ეს არის მოდერნიზებული მუზეუმი ესე იგი ცის ქვეშ უბრალოდ აი ეს კაშკარი არ არის დიდი ქალაქი აღმოსავლური ქალაქი ის 99% უიგურებით არის დასახლებული და მარტო აი ამ პროექტში ჩინეთის მთავრობამ დახარჯა 7 მილიარდი დოლარი ჩვენ ვხედავთ ალბათ რასთან აგვაქვს ჩვენ მასშტაბი და სინამდვილეში ძალიან ხშირად მე ბევრჯერ მithქვია რომ ჩინეთს ახასიათებს ტოლერანტობა აი ხლა აი ამ შემთხვევაში მე კიდევ ერთხელ მომყავს მაგალითი იმას თუ რა ყურადღებას აქცევს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რელიგიურ და ეროვნულ უმცირესობებს ჩვენ აი მომავალ სეზონში ალბათ გვექნება ამაზე კიდევ გავაგრძელებ ლაპარაკს ძალიან ბევრჯერ გვითქვია და კიდევ ერთხელ ლაპარაკობ რომ ახალი სეზონი იქნება უფრო დატვირთული აუდიოვიზუალური მასალით და ალბათ ასე ვთქვათ უფრო საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. თქვენ ბრძანეთ უკვე და კიდევ ერთხელ მინდა დავამატო რომ მთავრობა ზრუნავს ასევე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ეკოლოგიას აბსოლუტურად ყველგან არის ეს ხელოვნური ნარგავები, ხელოვნური ტყეებია გაკეთებული, დარგული ხეები იმისთვის რომ ჰაერი იყოს სუფთა, მათ შორის პეკინში უზარმაზარი პარკებია თვითონ პეკინში და ქალაქის ფილტვებად იქცა ეს პარკები, ეს ნარგავები და გარდა ამისა აი პორტზე რომ გიყვებოდით სადაც ჩვენ ვიყავით აი ეს პორტი იყენებს მხოლოდ და მხოლოდ მწვანე ენერგიას, იყენებს მხოლოდ და მხოლოდ ესე იგი მზის ენერგიას, ქარის ენერგიას და არანაირად არ იყენებს აი ჰიდროელექტროსადგურების, თბოელექტროსადგურების მით უმეტეს ენერგეტიკას. ასე რომ არანაირი გაბონაბოლქვი ამ პორტს არ გააჩნია, ნახშირ ჟანგი არ გამოყოფს და ერთ-ერთი უსუფთავესი, ერთ-ერთი საუკეთესო ჰაერი არის ზუსტად რომ ქალაქ წიანძინში. ასე რომ ესეც არის მთავრობის უზარმაზარი დამსახურება და არა მხოლოდ ეს უამრავი მაგალითია მეტალურგიულ ქარხანაზე ჩვენ ვისაუბრეთ უამრავი იმის მაგალითი თუ როგორ ზრუნავს მთავრობა ეკოლოგიაზე და თავისი ხალხის ჯანმრთელობას. მოდი ხა პირად საკითხზე დაგისვამ რამოდენიმე შეკითხვას ბორეს ხა როგორ შეეგუეს ამ თვენახევარი იყავი დავუშვით ხო არ გაგიჭირდა შეგუება იგივე კერძებთან საზოგადოებაზე უკვე თქვი იმიტომ რომ ჩვენ მაყურებელი ძალიან ხშირად გვეკითხება იცით რა არის ჯერჯერობით აი ჩვენი გადაცემით ჩვენ გვინდა ფობია მოუხსნათ მშობლებს ახლობლებს იმიტომ რომ ძალიან ბევრ გვეკითხება აი გაუშვა თუ არა ესე იგი ბავშვები ჩინეთში და ასე შემდეგ კიდევ ერთხელ ვეუბნებით რომ ეს არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, ყველანაირად თქვენ სისუფთავე თქვით, კერძებზე თქვით და აი ამ კუთხით აი კიდევ ერთხელ რას ურჩევდით აი დაუშვათ ჩვენ მაყურებელს, ჩვენ მსმენელს აი თქვენი შტაბეჭდილება ამ გზელი სტაჟირებიდან როგორ ურჩევდით თუ არა გააგრძელონ ურთიერთობა ჩინეთთან, ვისაც ეს გადაწყვეტილი აქვს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ნამდვილად რომ უსაფრთხო ქვეყანა, სადაც პრაქტიკულად არ ხდება არც მკვლელობა, არც ქურდობა. იშვიათად ძალიან იშვიათად, ამ 3 თვის განმავლობაში არაფერი არანაირი ინციდენტი არ ყოფილა. გარდა ამისა, ამ 3.5 თვის განმავლობაში არ მინახავს არც ერთი ავტოსაღგზაო შემთხვევა. ნუ ეს საერთოდ ის არის. ხოთი შორის ეხლა რო ვიხსენებ, არც მე მინახავს უბრალოდ აი იშვიათად ზოგჯერ მე ძალიან ხშირად
ჩემი კოლეგები ჩავყავს ჩემ უნივერსიტეტში, აი ვცდილობ მაქსიმალურად ვაჩვენო. ისეთი, აი ვიცით, ჩასაფრებულები იყვნენ ჩემთან, ძალიან ხშირად ჩემთან რუმჩიში ხმარობ სიტყვებს უბრალოდ და აი საცობი რო ნახეს ერთმა ჩემმა კოლეგამ, საცობი რო ნახა, აი ყოფილა საცობი იმის და მიუხედავად რომ იგივე ურუმჩიში 6 სართულიანი ექს-დაკადებიც არის მანქანისი. პეკინში არც საცობი არ გვინახავს მიუხედავად იმისა რომ 14 მილიონი ცხოვრობს პეკინში, აი უზარმაზარი ესტაკადებია, უზარმაზარი გზებია და საცობი არანაირი საცობი არ შეხვედრია. ხა და უბრუნდოდ კერძებს აბსოლუტურად არანაირი პრობლემა ამ კერძებთან დაკავშირებით არ იყო, უგემრიელესი კერძებია, საერთოდ ჩინეთი ყოფილა ერთ-ერთი უმდიდრესი ჩინეთს ქონია ერთ-ერთი უმდიდრესი სამზარეულო მსოფლიოში გავიგეთ რომ 30000 კერძი ჩინური კერძი არსებობს რა თქმა უნდა ყოველთვის ფიზიკურად ვერ გასინჯავ მაგრამ უგემრიელეს ყველაზე მეტად ალბათ თევზი მომეწონა შესანიშნავად შემწვარი სპეციალურ соусებში საკმაზებთან ერთად აი უგემრიელესია და უმაღლესი ხელოვნებით დამზადება ამ ყველაფრით კი პილმენები ჩინური ტრადიციული ჩინური პილმენები მწვანე ხახვით აი გამახსენდა ბორის უბრალოდ ჩემი პერიოდი ყოველთვის კერძებით მახსენდება ეს პერიოდი იმედია შენ უკვე ეს პირველი ძალიან დიდი სტაჟირება იყო მე როგორც ვიცი შენაპირებ საკმაოდ სერიოზულად დაუკავშირო შენი მომავალი ჩინეთს მაქსიმალურად ჩინური მხარე ამისთვის და ჩვენ ხელს შეგიწყობთ ასევე აი ჩვენი გადაცემების ციკლი გაგრძელდება უკვე დიდი მადლობა შენ ალბათ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ჩვენ რამოდენიმეჯერ აი ამ შენ ძალიან საინტერესო სტაჟირებას ბორის დიდი მადლობა რომ მობძანდი მე ჩვენ რადიო მსმენელს და თემამახურებელს გავახსენებ რომ დღეს სტუმრის სტატუსში იყო ჩინური პანორამის გადაცემა ჩინური პანორამის თანაცმყვანი ჟურნალისტი ბორის მანჟუკოვი უკვე ამის შემდეგ ჩვენ ბორის შევხვდებით როგორც ამ გადაცემის ჩემ კოლეგას და წამყვანს ჩვენ ალბათ ერთადაც წავიყვან დიდი სიამოვნებით გადაცემებს ამიტომ ესეთი და სხვა მრავალი აბა მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო ბორისი იმედია უახლოეს გადაცემებში თქვენ შეგხვდებათ და კიდევ არაერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებათ ჩინეთის სახელმწიფოს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მინდა უთხრა საელჩოს, დიდი მადლობა მინდა უთხრა ბატონელჩს, დიდი მადლობა მინდა გითხრა თქვენ აი ამ შესანიშნავი ვიზიტისთვის ჩინეთში და დიდი მადლობა მაყურებლებს იმისთვის რომ გვისმენდნენ დღეს რადიოს ეთერში და გვიყურებდნენ ტელევიზიის ეთერში. დიდი მადლობა მაყურებელს კი შევახსენებ რომ ეს იყო გადაცემა ჩინური პანორამა ბორის მანჟუკოვთან და ბადრი ნაჩხებიასთან ერთად.